რუსთაველის და ეროვნული პრემია პრეზიდენტმა დღეს ცნობილი საზოგადო მოღვაწეები დააჯილდოვა. მხატვარი ჯიცენ ხუნდაძე, ზურაბ ნიჟარაძე, არქიტექტორი ვაჟა ორბელაძე, პოეტი ისა ორჯონიკიძე და კიდევ რამდენიმე მეცნიერი ფიზიკოსი დღეს კულტურის სამინისტროში იყვნენ მიწვეულნი. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საზოგადოებრივი სათათბიროს შექმნის შესახებაც განაცხადა, სადაც ყველა სფეროდან დამსახურებული და წარმატებული წარმომადგენლები შევლენ. სათათბირო ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და რეფორმებზე იმუშავებს. გამოდივართ წინადადებით, რომ ჩვენ შევქმნათ საზოგადოებრივი სათათბირო, მივიღოთ კანონი საზოგადოებრივი სათათბიროს შესახებ, რომ ეს იყოს სტრუქტურირებული, შევიყვანოთ ამ სათათბიროში ჩვენი საზოგადოების ყველა სფეროს, მეცნიერების, კულტურის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესის, ეკონომიკის, განათლების, ჩვენი რეგიონალური წარმომადგენლები და მივცეთ მათ საშუალება, მიცენ რეკომენდაციები, აღმასრულებელ ხელისუფლებას, მიცენ რეკომენდაციები პარლამენტს, გამოვიდნენ თავის ინიციატივებით და მივცეთ აუცილებლად განსახილველი კანონების წარსადგენი საკანონმდებლო ინიციატივა. მივცეთ საშუალება, რომ მათ დაწერონ კანონები და პარლამენტი უნდა იყოს ვალდებული ეს კანონები მაქსიმალურად რიგ გარეშე სწრაფად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები. ეს მოგცემს საშუალებას ჩვენი პოლიტიკა დაუბრუნოთ ჩვენ ხალხს. გადაწყვეტილების მიღება დაუბრუნოთ ჩვენ ხალხს. ჩვენი ქვეყანა დაუბრუნოთ ბოლომდე ჩვენ ხალხს და ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საზოგადოებამ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის, ახალი ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბების საქმეში. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა დღეს მოგილოცოთ თქვენ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღესასწაული და მოგილოცოთ აღდგენილი რუსთაველის და ახლად შექმნილი ეროვნული პრემიების ლაურეატობა. და ასევე დიდი პატივია, რომ ეს პრემიები თქვენ ყველას რიგრიგობით ცალ-ცალკე გადმოგცეთ. ბოლო ხანებში მეტი ყურადღება ექცევა მეცნიერების განვითარებას, თუნდაც დღევანდელი კონკურსი ამაზე მეტყველებს. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა დაფინანსებას, გაჩნდა გრანტები სხვადასხვა პროექტებისათვის მეცნიერებისა. მე წარმოვადგენ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ჯგუფს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ეს ამ ინსტიტუტში დღეს 8 სამეცნიერო გრანტი მუშავდება, აქედან 2 საერთაშორისოა და 6 ჩვენი რესპუბლიკის გრანტი. იმედი გვაქვს ჩვენ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა მეცნიერების დაფინანსებას.